პირველ რიგში რაც არის მთავარი თემა, სინოდის დღევანდელი სხდომა 6 საათიანი, თავად მისმა ხანგრძლივობამაც გააჩინა შეკითხვები, თუმცა გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე ოქმის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ნახეთ, მოვისმინეთ, პროცედურულადაც საჭიროებდა საკმაოდ გრძელვადიან მუშაობას. რამდენიმე კომისია შეიქმნა, სამანდატო, საარჩევნო ხმისდამთვლელი, ცალკე კიდევ სარედაქციო კომისიის წევრები იყვნენ ასარჩევები და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი მოლოდინები უკავშირდებოდა მათ შორის თავად საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ წინასწარ გაცხადებული თემებისთვის ნათელის მოფენას. ნუ ეს უკავშირდებოდა ასაკობრივ ზღვარს და ასევე მეორე განათლების, ასე ვთქვათ, ცენზს. აი, გისმენთ მთავარი შეფასებები. სხვათაშორის ჩვენ გვიცნობენ ხოლმე კრიტიკოსად, დღეს ასეთი სურვილი არ გამიჩინა წმინდა სინოდმა ვეთანხმებით მანისისა და აგარაკ ტაშილის ეპისკოპოსის განცხადებას, რომ შვიდ ცივილიზებულ ვითარებაში წარიმართა იმ ეპისკოპოსების ცნობითაც, რომელთაც მე ვესაუბრე. ეს ძალიან კარგი ნიშანია, განსაკუთრებით და კარგია, რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს და რაღაცნაირად ეს პროცესიც ამაღელვებელია, ხო? განსაკუთრებით მას მერე რაც კათოლიკოსის გარდაცვალებასთან დისტანცია გვაქვს, იმიტომ რომ სამოციქულო ეკლესიის პირველი იერარქიის გამორჩევა ლამაზი პროცესიც უნდა იყოს ყველაფერთან ერთად, ხო? და ამ ხრივ კარგად მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა არ იმსჯელა დღეს მთავარ საკითხზე, მე ვიცი, რომ ეს არ მომხდარა რომელიმე ერთი ჯგუფს არ ჩაუგდია, ეს იყო კონსენსუსის საკითხი, არავინ ამით ნაწყენი არ დარჩენილა, გადავადა ეს 40-ის შემდეგ, კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების 40-ის შემდეგ, ეს საკითხი გაირკვევა მაშინ, როცა სამ კანდიდატს გამოირჩევენ და ეს კენჭისყრა იქნება ფარული, რომელიც გადაწყვეტს მიტროპოლიტი დანიელი, კერძოდ იყრის თუ არა, იქნება თუ არა ვალიდური კანდიდატი, ან დაუშვებენ თუ არა მას კენჭისყრაზე, ხო? კარგია, რომ ესეც ფარული იქნება, იმიტომ რომ ნაწყენი არავინ დარჩება, ამაზეც იფიქრეს მღვდელმთავრებმა, ეს ძალიან კარგი პროცესია. ერთადერთი, როგორც ჩანს, მღვდელმთავრებს შორის არის დიდი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კათოლიკოს პატრიარქობისთვის აუცილებელია მინიმუმ სემინარიის დიპლომი, რაც გაუგებარი არ არის. გასაგებია, რომ ეს გულს დაწყვეტს, მათ შორის მეუფე ისაიას გულმხურვალე მხარდამჭერებს, მაგრამ პერსპექტივა ერთი შეხედვით მათე უდიპლომო პრეზიდენტის ქვეყანაში შეიძლება საკითხი საერთოდ არ უნდა დგებოდეს, მაგრამ მეორეს მხრივ გააჩნია თავად ეს ინსტიტუცია რა სტანდარტებს აკეთებს. ეკლესია არ არის აუცილებელი იდგეს. აქაც ამის საპირისპირო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ეპისკოპოსების გამორჩევაც არ უნდა დგას მაშინ და სინოდის წევრებად ბევრჯერ დახუჭა თვალი მას. წინააღმდეგობრივია ეს პოზიციები მეუფე ისაიასთან მიმართებაში, ასეთი მოსალოდნელი გადაწყვეტილება ალბათ ბევრისთვის არ იქნება. თუმცა არსებობს მართვა-გამგეობის დებულება, არსებობს საეკლესიო სამართალი და ის რაც არის გაფართოებულ კრებაზე არის მითებული მის შეცვლა სინოდის ფარგლებში, როგორც განგვიმარტავენ არ შეიძლება. სინოდის ფარგლებში მაინც შესაძლებელია. ჩონჩხს ალბათ არ სურთ რომ ჩონჩხი გამოცვალონ, იმიტომ რომ პრაქტიკული შედეგები ცუდი იქნება, თორემ ეს მართვა-გამგეობის დებულება ზოგადად არასრული და საკმაოდ რთული და ვისაც გინდა ყურს საიდანაც მოაბამდა, იმიტომ არის და ჩემი აზრით ახალი კათოლიკოსის შემდეგ ახალი ადგილობრივი კრება უნდა შედგეს და ეს ლაფსუსები გასწორდეს, რომ მათ შორის სინოდ შეეძლო, მაშინ აღარ საჭირო ამდენი ხალხის მოპატიჟება, ხო? აი ახლაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2000 ადამიანის მოწვევაზე სამების საკათედრო. აი სათათბირო ხმისუფლებით, ხო? აი ეს არ არის ხმისუფლება, არ აქვს, არის დეკორაცია, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ თავად მოსაყდრისთვისაც, მღვდელმთავრებისთვისაც ეს არის დიდი თავის ტკივილი, იმიტომ აირჩა სამეპარო უბრალოდ, აი მათ შორის დიდ გორზე თუ დაატევამდე ხალხს, მაგრამ რაც არის, მიყვებიან ზუსტად იმისთვის, რომ ჩონჩხი არ გამოცვალონ. ამ ეს საკითხი მართალი ხარ განათლების საკითხად შეეხება მეუფე ისაიას, ხო?
განათლების საკითხი საკმაოდ ბუნდოვანი ჩანაწერი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ტესტის კონსენსუსი ესეთია და აღარ დგება კენჭისყრაზე, თუ რამე შეიცვალა, არ ვიცი, ასაკთან დაკავშირებით ველოდებით. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ შეგვიძლია ცოტა უფრო მეტი სითამამით გამოვკვეთოთ, ვინ იქნება სამი კანდიდატი. ჩემი აზრით, ეს იქნება, მოსაყდრეშიო, მეუფე იობ აქიაშვილი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი ძალიან გამოცდილი ეპისკოპოსი სხვათა შორის არანაკლებ ბიქიროტონიით და ასევე ძალიან გამოცდილი მიტროპოლიტი საჩხერისა და ჭიათურის დანიელი. თუ კიდევ ერთხელ ვამბობ სინოდის წევრებმა მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას, რაც არ არის ფაქტი. თუ მეუფე დანიელი არ დგება, ცოტა გაურკვეველი პროცესი იწყება. სიმბოლურ კანდიდატს გამოარჩევენ მესამეს. თუ სინოდი მიიჩნევს, რომ ორიც საკმარისია და ძალით ხომ არ, იმიტომ რომ მართვა გამგეობაში 3 წერია, თუ არ აძლევს სინოდი ორად არის გაყოფილი და ორ კანდიდატს უჭერს მხარს, ძალით ხო არ მიაცემინებ ვიღაცას, ეს გათამაშება, რომ ვიღაცამ ფორმალურად წამოაყენოს საკუთარი თავი და მერე სხვას მისცეს ხმას და ნული ხმა მიიღოს თვითონ შეიძლება, მაგრამ სასაცილო რამეა, ხო? მაგრამ შეიძლება ფორმალიზმის დაცვა ამას გავალებდეს. სხვა მხრივ უნდა დაველოდოთ 40-ის გასვლას. მე რაღაც პატარა პრობლემა მიკროფონთან დაკავშირებით, სანამ აი ამ ტექნურ პრობლემას მოგიგვარებენ, შეგიძლიათ რომ მოვუგვაროთ. მე მანამდე შევახსენებ უბრალოდ მაყურებელს, რაც საუბრობდა ნათე, საუბრობდა ხელმძღვანელ განცხადებებზე, მათ შორის მეუფეების მეუფე ზენონმა გააკეთა განცხადება, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა ასევე განცხადება, დეგანოზმა ჯაღვაიძემ ისაუბრა ასევე დეტალურად ამ სხდომის შინაარსზე, თავად დაგეგმილი გაფართოებული სხდომის მასშტაბურობაზე ისიც მეტყველებს და შესაბამის ლოჯისტიკურ პრობლემებს უწოდებთ, მაგრამ საორგანიზაციო საკითხებზე რომ მაგალითად როცა მეუფე ნიკოლოზი ხსნიდა თუ რამდენად სერიოზულად დაგეგმვას მოითხოვს ეს ღონისძიება, ასე რომ დავარქვათ, ითქვა რომ იქ უსაფრთხოების ზომებიც უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ ვიცით რომ 3 კომისია ჩამოყალიბდა ამ კომისიის წევრებით ვიცით სხვათა შორის მათე კომისიის წევრებში მათ შორის ფიგურირებს ერთ-ერთი კანდიდატობის კანდიდატი ჯერ კანდიდატი არც ერთი არ არის კარგად არის და მეუფე დანიელი ხო მაგალითად როგორ ხდება იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე ამ კომისიაში რომელიც უზრუნველყოფს კრების მიმდინარეობისა და არჩევნების თავად არის კანდიდატი ხო თავად კანდიდატი არ არის ეს ხელშემშლელი გარემოება შეიძლება თავადაც მოს შემდეგ ადგილი და გადმოვიდეთ, მაგრამ ხელისშემშლელი გარემო. მე როგორც ვიცი, პროცედურულად მას მოუწევს უარის თქმა კომისიაში ადგილის შენარჩუნებაზე, მისი ადგილმონაცვლე იქნება ვინმე სხვა, თუ კი კანდიდატურა. აი რა გაწერეს, ეგ ცოტა ჯერ არ ვიცი. კაკი, მოდი დაუბრუნდეთ იმას, რაზე საუბრობდი. ესე შენი ვერსიით ამ შემთხვევაში მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ძირითადი კონკურენცია დავარქვათ, დემოკრატიული კონკურენცია პროცესი გაიმართოს 3 გავლენიან სინოდის წევრს შორის. თავისთავად ეს არის მოსაყდრე შიო, მეუფე დანიელი და მეუფე იობი. ამ შემთხვევაში როგორი პროგნოზი გაქვს იქნება თუ არა მეორე ტური და თუ იქნება მეორე ტური როგორი ალბათობა ძალთა განლაგების სავარაუდო განლაგების მიხედვით პირველი დუეტი ვინ შეიძლება იყოს მეორე ტური იქნება თუ ეს 3 გავლენიანი კანდიდატი დგება კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ რაღაცა deus ex machina და რაღაც სხვა ინტერვენცია არ მოხდა ამ ყველაფერში ან უბრალოდ არა მხოლოდ ტრანსცენდენტული მიწიერი საკმარისი იქნება ხო ჩვენ ჟურნალისტები ვართ და არა წინასწარმეტყველები ჩემი ეს რა ქვია ჩემი რეპუტაცია და ჩემი თვითშეფასება დაფუძნებულია იმაზე მომხდარს როგორ ვაფასებ და არა მოსახდენს ხო და აი ამ სიტუაციაში მე მგონია რომ დიდი შანსია ჩვენ გვყავდეს მეორე ტურში 2 კანდიდატი. იობ მეორე, ან შიო მესამე. ან დანიელ თუ არ ვწდები მეოთხე. ხო, ეს ნუმერაცია ესეთია, ანუ მაყურებელს რო არ შეეშალოს, ხშირად ეშლებათ ხოლმე, რომ იობ მეორე, იმიტომ კი არა, რომ სულ მეორე უნდა გერქვას იობი, ერთი ყავდა უკვე კათოლიკოს პატრიარქი იმას 41-დან, რომელიც ყავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ესე როგორც შიო მესამე, იმიტომ რომ 2 უკვე ყავდა, ხო?
აი ამ სიტუაციაში ვინ გავა და როგორ არის მართლა უცნობი ჩემთვისაც. მე მაქვს ჩემი ვარაუდები, რომელსაც ჩემთვის შევინახავ და ჩემს Excel-ის ცხრილში, რომელსაც ვარაუდობ, მაგრამ საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იქნება. ეს არ არის ღრმად შორს არის ეს შეხედულება, რომ თითქოს უკვე ცნობილია საპატრიარქო არჩევნების შედეგები რეალობისგან. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოში მოგეხსენებათ ეს ძირითადად ცნობილია ხოლმე. ნამდვილად ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება აირჩიოს ეკლესიამ, საით შეიძლება წავიდეს. ეს ორი არჩევანი არ იქნება, როგორ თქვა, რადიკალური არჩევანი. ეს არჩევანი არც იობ მეორე და არც შიო მესამე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ის იყოს რადიკალური წვეტა. ხო, ილია მეორის პატრიარქობიდან, შესაძლოა ვიღაცას ერჩივნოს მაგალითად, რომ იობ მეორე ჰყავდეს ასაკის გამო, რომ მან ნაკლები ხანი მართოს ეკლესია, ნუ ასაკისგან გამომდინარე ეს პოზიცია მოგეხსენებათ სიკვდილამდეა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს გადადგომა შეუძლია. ვინ რას მიანიჭებს დანიელთან მიმართებაში? ხო, მის პატრიარქობის პერსპექტივათან მიმართებაშიც იგივე შეგვიძლია ვთქვა. იგივე თუ დაამტკიცეს მეუფე დანიელი როგორც ვალიდური კანდიდატი, შანსების საკმაოდ თანაბრად მეჩვენება მეუფე იობისა და მეუფე დანიელის. ხო, აი ამის არ დამტკიცება ძალიან არარეალისტურად მეჩვენება თუ დიპლომთან მიმართებაში რაც ფაქტობრივი გარემოება აქ ხა 70 წლის არის მეუფე 71-ისაც რო იყოს ან 12-ისა მე მგონი თავადი მართვა-გამგეობის დებულებაშიც არის ალბათ გარკვეული კორექტირება საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ ცუდად დაწერილი ტექსტი და ყველა ლანძღავს, ყველა ჯგუფის შესაძლოა ხო, რელიგიური ინსტიტუციაზე სადაც 60 და 70 წელი მე რო კაცმა ვკითხოს არის ზუსტად სიმწიფის წლები, ანუ ის პერიოდი, როდესაც გროვდება გამოცდილება, ავტორიტეტი და მე მგონია რომ თუ ჯანმრთელობა უწყობს ხელს ადამიანს, ხო, არ არის ეს ასაკი, რომელიც ზედაზღვარად საერთოდ შეიძლება და მით უმეტეს, როცა ჯერ არ არის 71 წლის მეუფე დანიელი. ამიტომ მე მგონია, რომ მისი სურვილის შემთხვევაში და სხვათა წარდგინების შემთხვევაშიც ალბათ მეუფე დანიელს სრული უფლება ექნება მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნება სხვებთან ერთად თავის. აი, აქ უნდა გადაწყვიტონ უკვე ფარული კენჭისყრა იქნება კენჭისყრიან მას როგორც მეუფე შიოს მხარდამჭერები, ისე მეუფე იობის მხარდამჭერები. ვაკვირდებით სინოდის წევრების პოზიციონირებას. ზოგიერთი მათგანი უფრო თავშეკავებულია, რამდენიმესთან ჩვენ გვქონდა საუბრები და ამბობენ, რომ არ უნდათ ხელი შეუშალონ პროცესს, რომ ახლა მათთვის თავარია რომ ლოცვებში გაატარონ ეს დღეები და ელიან, ასე ვთქვათ, სულიწმინდის მინიშნებებს სრულიად გასაგები არის მორწმუნე ადამიანისათვის. პოლიტიკური თვალსაზრისითაც გასაგებია, რომ ფარულობა თავად ამ კენჭისყრის იძლევა შესაძლებლობას, რომ საკუთარი პოზიცია ღიად არ გამოხატავენ. მით უმეტეს სინოდი მართლა საძმო არის, მართლა მისი უწმიდესობის მიერ გამორჩეული ზოგი ადრე და ზოგი გვიან და აი ამ გაგებითაც პიროვნულ ურთიერთობებს ხადია ისინი მოუფრთხილდებიან, მაგრამ არჩევნებია და ეს ის შემთხვევა, როცა მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და არის რამდენიმე ეპისკოპოსი, ბევრი არა, მაგრამ აი მაგალითად კალაიჯიშვილი და სხვა, რომლებიც ღიად გამოხატავენ, ასე ვთქვათ, მეუფე შიოს როგორც მოსახდრის ეს მათი სრული უფლებაა. კი. ჩემი კითხვა ასეთი არის, რომ ჯერ ასეთი გამოცდილება ჩვენ არ გქონია და ამარც ხალხს არ გქონია. აი, რა ფორმით შეიძლება წარიმართოს აი ეს კონსულტაციები, ხო? ეხლა არჩევნებს რო სავიზახით, პირველი თავში მოგდის რაღაცა კამპანია, შეხვედრა ამორჩევლებთან ასე შემდეგ, ესე ვერ იქნება თავისთავად ცხადია და როგორ შეიძლება სრულიად ერთი შეხედვით ტემპერამენტით თუ რაღაც თემებზე განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებისა და ადამიანების ერთმანეთთან ალბათ დებატებს ვერ ვიხილავთ, ალბათ ყველა ამ კანდიდატთაგან მოერიდება საჯარო დაპირისპირება, საჯარო დებატს ეს სწორიც არის, ასე უნდა ქნან და ეს ასე უნდა გაგრძელდეს, ხო? მე მოგეხსენებათ რომის კათოლიკე ეკლესიის შვილი ვარ და როცა კონკლავი იკრიბება, იქიდან არა
თუ ბუზის ხმა ვერ გამოფრინდება, წინასწარ გამოტანილი ანათემაა, ხო? ანუ წინასწარ შეფარდებული ანათემაა, ავტომატურ ექსკომუნიკაციით ისჯები, თუ კონკლავიდან ერთი ბუზის ხმაც კი გამოიტანა გარეთ, ხო? ნუ პაპის ნებართვის გარეშე ბუნებრივია შემდეგ. პაპები ყვებიან ხოლმე ამ ისტორიებს. დავაზუსტოთ, რომ კონკლავის მონაწილემ არ უნდა გამოიტანოს. მონაწილემ, ხო. ანუ მედია ძალიან აქტიურად. მედია აქტიურად ვითხოვთ. ამას დავუბრუნდეთ. კი ბატონო, ვითხოვთ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცებს ვიგებთ. მათ შორის მეორე ტურში როგორ წავიდა საქმე და რაღაცა ფორმალობებს იგებს ხოლმე მაინც მედია, ისევ პაპებისგან სხვათა შორის, იმიტომ რომ პაპები უყვებიან თავის იმას და მე ჟურნალს ყვებით. აქაც ასეთ შემთხვევაში მე მიმაჩნია დემოკრატია ახსენეთ, ხო, ეკლესია არის უძველესი არჩევითი ორგანიზმი, ხო? ის არ არის რაღაცა მართლა ფარაონებიდან იონე ოქროპირი ეძახდა მე მგონი ფარაონებს, ალექსანდრიის იმ პატრიარქებს, რომლებმაც ეგეთი რაღაც დააპირეს. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა. მე მინდა კარგი პროცესი რო არ დაგიმალოთ, როგორც ამ ქვეყნის შვილს, როგორც ადამიანს, ვინც აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მადლმოსილებას, მის სამოციქულობას, ეს მართლა ამაღელვებელი პროცესია ჩემთვისაც და ყველასთვის. მე მინდა ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ისეთი, როგორიც მოდი ესე ვთქვათ, იმ ჩარჩოებში, რასაც კანონიკა განაწესებს. მე იმედით ვარ, რომ ასეთი იქნება. აქამდე რასაც ვხედავ, ასე მიდის. მე ყველას ასევე მოვუწოდებ, განსაკუთრებით მას, ვისაც ეს პირდაპირ ეხება, ანუ ძალაუფლება ვისაც აქვს. ვიღაც ბებოს კი არა, აი მოკლავთ თუ ამას არ აირჩევთ, ხო? იმას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ხო? ან მე სულ რო დავდგე და ავიღო ახლა ეთიკაზე, ანუ რა ქვია ხელი და რაღაცეები გამოვხატო და ის არჩევნო კამპანიაში მართლა იყო ჩარსული. ეს მაინც არ იქნება ჩარევა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მე არ მაქვს საკმარისი ძალაუფლება გავლენა ვიქონიო სინოდის წევრებზე. განსხვავებით იმათგან, ვისაზეც ვისაუბრებთ, ხო? ბატონო, და შენ ფიქრობ ასე რომ არ გაქვს ეს გავლენა, მაგრამ მედიას რო აქვს გავლენა, ამას ობიექტური საფუძვლები აქვს, ასე ფიქრობდნენ ადამიანები. ამ ადამიანებს შორის ვერ გამოვარჩევდი ბატონ პაპუაშვილს ის სხვა კატეგორიაში, რომელიც სრულად შეგნებულად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და დღეს რა გააკეთა, განსაკუთრებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სრულად აშკარა ინტერვენციის მცდელობის ფონზე. მოდით ნახოთ ეს კომენტარი და მე მოგცემ საშუალებას თავად გააკეთო კომენტარი. რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვს კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვს რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინ გამოცემებს, სხვა პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით. აქედანვე უნდა იცოდნენ ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და რა თქმა უნდა ყველაფერზე გვექნება რეაგირება. არის მცდელობა, რომ ქართული ეკლესიაც დაუქვემდება რომ უცხოურ გავლენას. ჩვენ ხედავთ პირდაპირ კამპანია აქვს მამუკა ხაზარაძის და მის ტელევიზიას გაშლილი საარჩევნო კამპანია იმისთვის რომ ასე ვთქვათ მოახდინოს დისკრედიტაცია სხვადასხვა სასულიერო პირების. ნუ როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს მის ხელშია საშუალებები, მაგრამ მაინც ვალდებული ხარო უპასუხო. ვერ გაუძლოთ სტუნებას უბრალოდ რომ აი თავისი უპატარავესი, აი რაც ყველაზე მეტად ეზიზღება და მას აქვს ჩაბარებული რომ აი მედიები და უცხოური გავლენა ეს არ ჩაეტენა საპატრიარქო პროცესში. ეს არ შეეწოვა რა, ხო უნდა გეყოს ცოტა ღირსება, ეხლა უცხოელი, ეხლა ეგრევე იფიქრა, რომ იმას გავუგზავნი ეხლა იმ დონორს, რომელიც ჩაჩეხეს და მართლა რა ვიცი, ჰემოგლობინი აქვს დაბალი უკვე ჟურნალისტებს, ანუ შია ყველას, ხო? ამის ხელში უბრალოდ ღირსება აქვს და პროფესიას ემსახურებიან. და მეტი საქმე არა აქვს ვინმეს ამ ქვეყნიდან წავიდეს და ამათ დაუტოვოს ეს ქვეყანა, ხო? რაც
რაც ეხება ამ ჩარების აი ამ აბსურდს, ხო? როგორ გითხრათ, გამორჩეული ეთიკურობით ვაშუქებდით ყოველთვის. როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ისე უმცირესობებს არავის მიმართ მიკერძოება არ ქონია, ასეთი დაინტერესება არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი უფლება მაქვს ეს თუ ანუ სწორად გამიგეთ. გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს, გამოვხატო იმ კანდიდატებზეც აზრი, მეუფეშიო იქნება, მეუფე იობი თუ მეუფე დანიელი, რომელზეც ავირჩევ და მსურს და ეს ბატონი კი იმუქრება რეაგირებით, მაგრამ ხა ჩემი სინდისის თავისუფლებას, რომელიც ღვთივბოძებული გახლავთ, ბატონი პაპუაშვილის რაღაც სამნეირონს, რომელიც ცდილობს აითვისოს ეს კონსერვატიზმის ენა და ავთენტიკურად მოგვასახოს ეს რაღაცა მონაჩმახი, რომელსაც მისი რაღაცა გერმანული ენჯეოშნიზმის სწორხაზოვნებით ცდილობს, რომ აი ეს რაღაცა სისულელეები მობოდოს, ხო? მე ამ ყველაფერს არ დავექვემდებარები. უბრალოდ ამაზრზენია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რასაც იჩემებენ, იმ პროცესის არაფერი ესმით, ხვდები? თქვენც გიორგი მეც ადამიანებს რომლებიც აი აქეთ ამ ხარეს მივიჩნევით ხოლოდ იმიტომ რომ აი ამათ რაღაც ბინძური პრიმიტიული პროპაგანდის შედეგად რომ აი აქ რაღაცა ღმერთი ხატი რჯული მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა მიწიერი ინსტიტუტების კრიტიკა გქონდა არ გვესმის ანუ აი ეს აბსურდი ხო რა ვიცი ზოგს საკურთხევლები გვაქვს ნახეხი და ზოგს შანდლის გაწმენდა იცით როგორია გიორგი ძალიან რთული ძალიან რთული მე ეს მიკეთებია მთელი ბავშვობის განმავლობაში აი ეს ბატონი მაგალითად აი მართლა აი თუ რამეზე თუ რომელიმე სწორხაზოვნება მეზიზღება გულით იყო აი იმათი სწორხაზოვნება ვის ინტერესებსაც ატარებდა ბატონი შალვა პაპუაშვილი მე ბევრად ანგლოსაქსური კულტურის წარმომადგენელი ვარ ჩემი მედიაც იქ იმიტომ ვარ რომ ისეთი იყო არანაირი ევროპული რაღაცა მოავტოკრატიულო არგუმენტები მე არ მეხება საკუთარ თავს და საკუთარ არჩევანს მიხედავს და აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი რომ არ მოცდეს შემდეგ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბატონ პაპუაშვილს ოდესმე მოუწევს ტოლი ნახოს და კოჭი გააგოროს. ბოლოს მაინც ინფორმაციული ნაწილი დავამთავროთ. დღევანდ ჩვენ ვიცით რომ 39 წევრია სინოდში, თუმცა არის კიდევ ერთი მიტროპოლიტი პეტრე ცავა, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა წერილი, რომელთაც მან მიმართა წმინდა სინოდს და მოსახვდრე შიოს და მოითხოვს მის სინოდის წევრობის უფლებაში აღდგენას და შესაბამისად გენჯის წრეებში მონაწილეობის მიღებას. რა პერსპექტივა ელის მის ამ მიმართვას? რთული სათქმელია ჩემთვის, იმიტომ რომ ერთადერთი რამ შეიძლება გადაწყვეტილება სინოდისავე მისაღებია. რა თქმა უნდა, სინოდისავე მისაღებია და ამაში სინოდი თავისუფალია, უბრალოდ მე ვერ ხვდები ეს გადაწყვეტილება, რატომ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია. თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მიტროპოლიტი ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძეც ამავე თანრიგში უნდა იყოს, რადგან მასაც შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედება და ისიც ეპისკოპოსია. ხო, ანუ მხოლოდ ერთზე არ გამოვა, ორზე უნდა გამოვიდა. მასაც ქონდა მიმართული ოფიციალურად? არ ქონდა მიმართული, მაგრამ ერთი თუ შეგყავს, მეორეც უნდა მიიწვიო. ასე, ნახავთ ჩვენ ამაზე პასუხსაც.